სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომლის სიგრძეც 42 კილომეტრია, აღმოსავლეთ საქართველოში ივრის ზეგანზე იღებს სათავეს და დედაქალაქის გავლით თბილისის ზღვაში ჩაედინება. ეს არხი თბილისისა და გარდაბნის მიწების სარწყავად გამოიყენება. როდესაც ინტენსიური წვიმები დაიწყება, ტერიტორიიდან გამოსული ნაჟური წყლები მოედინება არხის ზედა მხარეს, ღია სანიაღვრეში. თუ ამას სანიაღვრე ქვია, მოედინება და როდესაც გამოყვება მარხს, ბოლო წერტილი სადაც ვდგავართ ესაა, სხვაგან ფიზიკურად გასასვლელი არ აქვს ნაჟურ წყლებს და მოედინება ასე, სხვაგან ვერ წავა ფიზიკურად და ჩაედინება სამგორის არხში, რომელიც ჩაედინება შემდეგ თბილისის ზღვაში. ოფიციალურად მილი არ აქვს მიერთებული, მაგრამ სანიაღვრიდან არაპირდაპირ გზით გადადის, მაინც რო ვეღარ იტევს ის სანიაღვრე ჩვეულებრივად ჩადის არხში. ანუ პირდაპირ ნაგავსაყრელის წინაც ასე როგორც აქ მოდის, იქაც ჩაედინება. რამოდენიმე წერტილი არის ასეთი რა, სადაც ფიზიკურად ვერ წავა ეს ნაჟური წყალი სხვაგან. ამას ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობა თავისი დაკვირვებით, როგორ მიედინება ეს სანიაღვრე წყლები, ჩაედინება სამგორის მაგისტრალურ არხში და არხის საშუალებით კი ჩაედინება ესე იგი უკვე თბილისის ზღვაში, თბილისის ზღვიდან კი ვიცით რომ ჩვენ ვსარგებლოთ სასმელი წყლით. Euronews Georgia მის ადგილი გადაიღო, სადაც სამგორის არხი თბილისის ზღვას უერთდება. სამგორის მაგისტრალური არხი თბილისის ზღვას ღია კოლექტორით უკავშირდება, რომელშიც ქარის დროს მყარი ნარჩენებიც ხვდება. თუმცა ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, არხში პერიოდულად პოლიგონიდან მომავალი დიდი რაოდენობით დაბინძურებული წყალი ჩაედინება. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ლილოში ჩვენი ყოფნის პერიოდში არ წვიმდა, დრონით გადაღებულ კადრებში მაინც კარგად ჩანს წყლის ნაკადის კვალი, რომელიც დიდი ლილოს ნაგავსაყრელიდან სამგორის არხის მიმართულებით მიდის. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრებლებმა კარგად იციან ადგილი, სადაც წვიმის დროს ნაჟური წყლები დაბინძურება ყველაზე აშკარაა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ხევშია, რომელიც თავის მხრივ მდინარე ლოჭინს უკავშირდება. თორნიკე ტორაძე სოფელ ნასაგურში ლილოს ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობს. ის 2 წლის წინ ნაგავსაყრელის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანდა. ამბობს, რომ 15 წლის წინ ნარჩენების პოლიგონის გახსნის შემდეგ აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. თორნიკე იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც წვიმის დროს პოლიგონიდან მდინარე ლოჭინისკენ დაბინძურებული წყლის ნაკადი მიედინება. ეს არის დიდი ლილოს ნაგავსაყრელიდან მომავალი მილი, რომელიც წვიმების პერიოდში თითქმის სავსე მოდის ნაჟური წყლებით. სადღაც 150-200 მეტრში უერთდება ლოჭინის ხეობას, მდინარე ლოჭინს და იქედან უკვე ჩაედინება მტკვარში. საშინელება ხდება პირდაპირ, აკაფებული წყალი მოდის, პირდაპირ გამოდის, ეს არანაირ ფილტრაციას არ გადის ეს წყალი და ჩაედინება პირდაპირ მდინარეში. მომაკვდინებელია ჩვენი ბუნებისთვის ეს ყველაფერი. ბატონო, საიდან მოდის? აი სოფელ ნასაგურის მცხოვრებმა მობილურით გადაღებული კადრებიც გაგვიზიარა. ან რა თევზმა უნდა გაიხაროს ამ მდინარეში, ან რა აგერეს ჩვენი სანიაღვრეც. ლოჭინის დაბინძურების მიზეზის გარკვევა ადგილობრივებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მდინარემ ფერი იცვალა. სამგორის არხის მსგავსად ლოჭინის ხევშიც აშკარად ჩანს კალაპოტი, რომელშიც წვიმის დროს პოლიგონიდან წამოსული წყალი მიდის. ძალიან ფერი ქონდა წყალს შეცვლილი, შავი წყალი მოდიოდა და მაგედა რომ მოყევით ზევით, სხვა აქ არსად არაფერი საწარმო არ ფუნქციონირებს იმნაირი რომ რამე გაუშვანდა. ხეობას რო ამოყევით, მე ვნახეთ უკვე რომ თბილისის სერვისის ობიექტს მივადექით. აღიარება არ უნდათ, მაგრამ ფაქტები რო დაუგდეთ უკვე, მე თქვეს რომ რა უყოთ, აბა საწავიღოთ. წყობრიდანაა გამოსული იქ ყველაფერი და ავზებიდან გადმოდის ფიზიკურად, მე ხან ავზებშიც აღარ უშვებენ, უბრალოდ მილებით ღორიან თავიანთ ტერიტორიაზე ამ წვიმების პერიოდში კიდევ გამოდის გარეთ და მოყვება ზემო სამგორის არხს აქვს სანიაღვრე, რომელსაც მოყვება ეს და სანიაღვრე რომ თავდება იქიდან უკვე ოფიციალურად აქვს სანიაღვრები დაერთებული ჭებით და ჩამოედინება მდინარეში ყავთ გამოშვებული. ესე თვალხილულად მაღლა რო არ იყოს რომ არ ჩანდეს და მიწაზე არ იქცევოდეს, ჩამოყვანილი ყავთ მილებით და აგერ მდინარეს უერთდება ლოჭინს. ეს მილი მოდის ხოლმე დაახლოებით ნანახი მაქვს მე რომ ნახევარზე, აი აგერ ნახევარზე ზემოთ იყო სავსე და საშინელება იყო, კატასტროფა იყო საერთოდ. თბილისის სერვისთან არაერთი შეხვედრის და დავების და ერთი ამბების შემდეგ მაინც ვერ მივედით იქამდე რომ ეს მოვაცილოთ ბუნებას. შავი წყალი მოდის, ჩვენ მდინარე მოდის შავი წვიმების პერიოდში. შავი აკაფებული მდინარე.
უბრალოდ დინარესთან ვერც გაჩერდებით ისეთი სუნი უდის. თუნდაც ლილოს ბაზრობასთან ლოჭინის ხიდს რო უძახიან მაგას რო გადახვალთ, დილა-საღამოს პერიოდში თვითონ ხიდის ტერიტორია ყარს, სადაც ეს მდინარე ჩამოედინება და წარმოიდგინეთ, ახლა მოსახლეობაში ჩამოდის შუაში და იქ რა ხდება. იყო შემთხვევები ადრე პირუტყვით მოეწამლათ და ეხოცათ პირუტყვის იქ დინარეზე დალეული წყლით. ამ ხელა სოფლებია გარშემო და უბრალოდ ერთი ნაგავსაყრელის გამო ხო ვერ გაწყვიტავს ყველა ამ საქონლის პირუტყვს და პირუტყვი კიდევ აგერ თქვენს ხედავთ მარტო პირუტყვი კი არა ხორბალი ითესება და ნაგავსაყრელის გარშემო და ისეთი კატასტროფა ხდება რა ვიცი რა ქნას იმ გლეხმას მაშინ და შეეცვალეთ ეს მიწა უნდა ჩაენაცვლებინათ ალტერნატიული მიწით და შეეთავაზებინათ სხვა ფართები და მოყავთ ხორბალი აძოვებენ პირუტყვს ფურცლებს ვერ გავწდით ჯერ 2 წელია დაპირებიდან 1 წლის თავზე სუნი აღარ უნდა ყოფილიყო საერთოდ ჩვენ დასახლებებში მაგრამ სამწუხაროდ ჯერ აგურიც არ დადებულა შიგნით ტერიტორიაზე და ველოდებით ოქტომბრამდე უნდა დაიწყონ წესით ესე შეხვირდნენ კიდევ. სამგორის არხისა და მდინარე ლოჭინის ნაჟური წყლებით დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩვენ თბილ სერვის ჯგუფს მივმართეთ, საიდანაც წერილობითი პასუხი მივიღეთ. დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლებისა და ნალექის შესაგროვებლად მოწყობილია სპეციალური არხები და გუბურები. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის დროს ციცაბო რელიეფიდან, გორაკებიდან წამოსული ნალექი პოლიგონზეც ჩაედინება. სწორედ ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად არის დაგეგმილი ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რომლის პროექტირებაც დაწყებულია. ცოტა ხნით ადრე თბილ სერვისმა ასევე მოგწერა, რომ ეს პროექტი უახლოეს 2-3 წელიწადში განხორციელდება. ნაჟური წყლის პრობლემა პოლიგონზე ასახულია გარემოს დაცვითი მონიტორინგის გასული წლის ანგარიშიც. რეზერვუარებში წყლის შემცირება ხდება ნაჟური წყლის პირდაპირი მოშორებით, მცირე ჩასაკიდი ტუმბოების და სახანძრო მილების გამოყენებით მინდორში დაღვრით, რაც აისახება სამონიტორინგო ჭებში გრუნტის წყლის სინჯების გაუარესებით. ეს ქმედება ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან აღნიშნული კონცენტრირებული დაბინძურებული წყლის მოხვედრა გრუნტის წყალში სავალალო შედეგის მომტანი იქნება გარემოსა და ახლომდებარე მაცხოვრებლებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწათმოქმედებას მისდევს ადგილობრივი მოსახლეობა და მოჰყავთ როგორც მარცვლოვანი კულტურა, ასევე ბოსტნეული, ხეხილი და ასე შემდეგ. მოსარწყავად უმეტესობა მათგანის სწორედ დაბურღვის შედეგად მოპოვებულ წყალს მოიხმარს, ხოლო მოყვანილ მოსავალს ან პირადად მოიხმარენ, ან რეალიზაციას ახდენენ. დიდი რისკია იმისა, რომ აღნიშნულ მოსავალში პირდაპირ პროპორციულად აისახოს ნაგავსაყრელზე ბინძური კონცენტრირებული წყლის ზეგავლენა, რაც სავალალო შედეგების მომტანი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თავად თბილ სერვისი აღიარებს, რომ აქვს სერიოზული პრობლემები ნაჟური წყლების შეგროვების სისტემასთან, რომ ის რეზერვუარი, რომელიც არსებობს, ვერ უმკლავდება იმ წყლებს, რომელიც გროვდება ნაგავსაყრელზე და ასევე არ მუშაობს გამწმენდი დანადგარი. პრობლემა არის ასევე ის უკვე არსებულ უჯრედებზე, რომელიც უკვე შევსებულია, ესე იგი, აი საფუძველზე გამოყენებული გეომემბრანის მედეგობა, რომ ესე იგი, სავარაუდოდ ეს გეომემბრანა არ არის ესე იგი, მთელი, შეუძლებელია, რომ ეს ნაჟური წყლები არიჟონებოდეს პირდაპირ ნიადაგში, ნიადაგის გავლით უკვე და გრუნტის გავლით მიწისქვეშა წყლებში, მიწისქვეშა წყლებით საშუალებით უკვე ესე იგი მდინარეებში და ბუნებრივია რომ ეს ასევე პირდაპირ უკავშირდება გარშემო ტერიტორიებზე ნიადაგების დაბინძურებას. ნაგავსაყრელის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით მათ განცხადებით გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტსაც მიმართეს. როგორი იყო სამინისტროს რეაგირება ამის გასარკვევად ამ უწყებას ევრონიუს ჯორჯიაც დაუკავშირდა. როგორც სამინისტროდან მოგწერეს დეპარტამენტმა ლილოს პოლიგონის ინსპექტირება განახორციელა. თუმცა ამ ინსპექტირების შედეგების შესახებ ინფორმაცია აღარ მოგვაწოდეს. ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა არის უშუალო ზეგავლენის ქვეშ და აი პირველ ზეგავლენას ის განიცდიან და სავარაუდოდ მათი ჯანმრთელობაც ყველაზე მძიმე ზეგავლენას განიცდის ამ ნაგავსაყრელის ოპერირებით, მაგრამ არა პირდაპირ, შეიძლება პირდაპირაც, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა საიდან მოდის ის საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ხო? შეიძლება ასევე ჩვენც ვიყოთ ამ ზეგავლენის ქვეშ. სოფლიოში არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც აჩვენებს რა ზეგავლენა აქვს ნაგავსაყრელების დაბინძურებას, ნაგავსაყრელების ოპერირებით გამოწვეულ დაბინძურებას მიმდებარე ცხოვრება ადამიანებზე და იმის და მიხედვით თუ რა მანძილზე ცხოვრობენ ადამიანები, ესე იგი ზეგავლენა არის განსხვავებული, თქვათ, თუ ნაგავსაყრელიდან 2 კილომეტრში მცხოვრებ მოსახლეობას რასახი ზეგავლენა შეიძლება განიცადოს ამ მოსახლეობამ, თქვათ 5 კილომეტრში ვინ ცხოვრობს და კიდევ უფრო შორს, ხო? ეს ზეგავლენა ვარირებს დაშორების მიხედვით და ეს ნაჩვენებია გამოკვლეულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. რაც უფრო ახლოს ცხოვრობს მოსახლეობა, ზეგავლენის მასშტაბი უფრო მაღალია.